ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქალაქში რაც რჩება და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის დასუფთავების საკითხი. ჩვენ უძველესი ტექნიკა გვერგო ქუთაის ამ კუთხით ფიზიკურად ვერ ვახერხებდით ქალაქში ნორმალურად მომსახურეობას, რის გამოც აი წლის დასაწყისში ჩვენ პრემიერის ინიციირებით ჩაგვერიცხა 40 მილიონი ლარი და აქედან უმრავლესი ნაწილი გადავიტანეს ზუსტად დასუფთავების სამსახურის მოსაწესრიგებლად. 23 ერთეული სპეცტექნიკა იყო შეძენილი, ამასთანავე ნაგვისშემკრები ურნებიც შევიძინეთ ახლები, უკვე 5 ერთეული ტრანსპორტი შემოსული არის ქალაქში. თვის ბოლომდე და მომდევნო თვის ბოლომდე უკვე სრულად უნდა იქნეს ეს 23 ერთეული ავტომანქანა ქუთაისში შემოყვანილი, რომელიც მასშტაბურად მოემსახურება უკვე ქალაქს და ჩვენ შევძლებთ, რომ ამითი გადავტეხავთ იმ პრობლემას, რასაც დასუფთავების საკითხი გვია ჩვენს ქალაქში. აგრეთვე აქტიურად გავაგრძელებთ იმ პროექტებს, რაც შეეხება აი ფასადების მოწესრიგებას, წლებია ეს პრობლემა აწუხებდა ქალაქს და ვიცოდით, რომ თუ როდესმე დავიწყებდით ამ პრობლემების მოგვარებას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვებოდა. იმდენად ბევრი განცხადებები არის შემოსული, რომ მიმდინარეობს ყველა ამ განცხადებებზე უკვე მუშაობა და ვპირდებით ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ მომდენო წელსაც გაგრძელდება უფრო გაზრდილი მასშტაბით. ასევე უნდა აღვნიშნო ბატონო ირაკლი, რომ ჩვენ აი წლების განმავლობაში ქუთაისში მერიას ჰქონდა ესეთი პროექტი ლიფტების რეაბილიტაცია და რაღაც არემონტო სამუშაოებით შევდიოდით ყოველთვის, რომ დავხმარებოდით ჩვენ მოქალაქეებს ესარგებლად უსაფრთხოდ. წელს გადავწყვიტეთ ჩვენ და იმ პრემიერის ინიციირებული 40 მილიონიდან დიდი თანხა გადავიტანეთ ლიფტების სრულ შეცვლაზე. ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ ეგრეთ წოდებული მხოლოდ შახტა დარჩება ძველი, დანარჩენი სრულიად ახალი ლიფტები ჩაიდგმება. უკვე რამოდენიმე ბინაში დასრულდა ლიფტების შეცვლა და რამოდენიმე ბინაში უკვე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. ეს პროექტიც მომდევნო წელს უკვე აქტიურად გაგრძელდება. ამ პრობლემებში ძირითადად ყოველთვის აისახებოდა სოციალური პაკეტები, მაინც ჩვენ როცა უკვე მოგვიწევს ოფიციალურად შემსვლა უკვე ახალ თანამდებობებზე, ჩვენს გუნდთან ერთად თითქმის 2 კვირის მანძილზე უკვე გვიწევს დაჯდომა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი განვიხილოთ და მე ვფიქრობ, რომ აი წინა წლების გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ როცა სოციალურ პაკეტებზე მუშაობთ, პაკეტები, რომლებმაც წელს იმუშავა ყველაზე შედეგიანად და მოიტანა ჩვენი მოქალაქეებიდან კმაყოფილება, ვეცდებით, რომ ამ პროექტებში, ამ პაკეტებში გავზარდოთ უფრო მეტი მომსახურება, გავუწიოთ ჩვენ თანამოქალაქეებს.